საშიში მდგომარეობები ორსულობის დროს. ორსულობის პერიოდში ქალს შეიძლება სხვადასხვა მდგომარეობა აწუხებდეს. მაგალითად, შეიძლება თავი ან მუცელი ასტკივდეს, მაგრამ შემდეგ ეს გადის. თუმცა არსებობს საშიში მდგომარეობები, რომლებიც დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვას საჭიროებს. პირველი სისხლიანი გამონადენი სასქესო გზებიდან ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე. ეს შეიძლება იყოს ორსულობის შეწყვეტის, საფრთხის ან პლაცენტის ნაადრევი მოცილების ნიშანი. ეს საშიშია როგორც ქალის, ასევე ბავშვის სიცოცხლისთვის. მეორე, თავის ტკივილი, გულისრევა და შეშუპებები. თუ თავი აქ ტკივდათ, აუცილებლად უნდა გაზომოთ წნევა. თუ წნევა ჩვეულებრივზე დაბალია, უნდა დალიოთ ჩაი, ზავა ან მიირთვათ რამე ტკბილი. თუ წნევა 150-ზე 80 და თან ახლოს თავის ტკივილი კეფის არეში, შეშუპებები ეს უკვე სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზეზია. მესამე, ეს არის გაულელი ტკივილი მუცლის ნებისმიერ ნაწილში. ეს შეიძლება იყოს როგორც ორსულობის გართულება, ასევე მუცლის სხვა ორგანოების პათოლოგია. თუ ტკივილი თავისით არ გადის, ის შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს. ეს საჭიროებს სასწრაფო დახმარების გამოძახებას. მეოთხე, კანის ქავილი. თუ შეამჩნიეთ გაულელი ქავილი სხეულის ნებისმიერ ნაწილში ან გამონაყარი, აუცილებელია რაც შეიძლება მალე მიმართოთ ექიმს. ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ღვიძლის პათოლოგიის ნიშანი და ეს მდგომარეობა ორსულობასთან არის დაკავშირებული. ამის გამო სარიცხვად და გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ექიმების დახმარება. ორსულობა ქალისთვის განსაკუთრებული მდგომარეობაა, რასაც სჯობს ზედმეტად დაზღვე თავი და ექიმთან მიხვიდე.